აი ესე გამოყავს მეგობრებო პაციენტი. ეხლა ვიტანოთ ბოლო მაგები რაც ქონდა წამოღებული ერთ-ერთმა ალბათმა თქვა რომ როდესაც მგონია რომ ყველაფერი დასრულდებაო აი მაშინ ვიგზავნისო ერთი საჩუქარს და რაღაცნაირად გულჩვილი ბოშვი ცვლილები წამოვიდა. Drone fire-ია. აი, ხოდა დავასრულებ მე გამოდე კარგი. გუკა, ხო არ გახსოვს წინაზე რამ სიმაღლეზე დაფრინავდა მინი. მხოლოდ მერე უნდა აიღოთ ჩანთა, მომისმინეთ. მხოლოდ დრონი როცა წამოვა, მე გეტყვით და მერე მიგზავნით. გასაგებია? მადლობა. კი, ბატონო, უშვებ ტვირთს დაბლად. თქვენ უნდა მითხრათ თუ ტვირთი სწორ ადგილას ეშვება, თუ მიხვალთ, თუ ვერ მიხვალთ. მე შემოწვი ადგილს. კი, ბატონო. დამელოდეთ. აი დავდეთ. დაიდოგიო. ერთი წამით დამელოდეთ. ხო. კარგი, მადლობა ძალიან დიდი თქვენ და აბა ბედნიერად და კარგ ამბებს გისურვებ ყველაფერს. დაიხარეთ. როდესაც ამოსვლას დაიწყებთ, ეს ხალხი გამოატარეთ ბარემ. გადმოდეკით. სინდის ფულ არ გეტყველებს ნი? არა, მოძრეთ სულ. ეს ქანაო ხეიგე და მანდ ვეთქვა. კარგი, მოვემზადოთ და მოვხევთ სახლში. აბეშევი. აბა პირველი ვიქცე. შევედი. პარლამენტში შევედით. შვიდღიანი ყველის შემდეგ და იზოლაციის შემდეგ მოგზავნით. მე მგონი ახლა აცი აღარ მოგზავნით შვილო მოგზავნით მე წიწაგისმობით იმიტომ რომ შუქი არ ამაქვს ხილად მე ცეკია შუქი არ ამაქვს მოგზავნით აი ახლა მოგზავნით ო არა უშავ შვილო მაგასაბო მოგზავნით მოგზავნით შემოგზავნით ბატონი დაქუქაცალავა სად არის აი მე მოგზავნით დამზავნით ეხლა წამოწევ სიმი მოგზავნით ვეთქვა გადახაროთ მაგაზიეროთ შემოსასვლელს არის დავკეტავ და სკამებს მოგაშვილებ არ შეწუხდეთ რას ქვია არ შემწუხდეთ ვერ გავთირდებით მაინც არა და დასმაგი. აი დავენაი ეს ხინავენ მასივა. აი დაიდე საბადო თუ წამოვა ლუკა. ოდნა ვულკან გადიჟე. აი როდაგე, ხადარა გულგული.
From a canal, I'm not in the Rakuto with them. Oh, it was in what was it? დილამ შედობის. ხა დილის 8 საათია უკვე რა. ხა დავჭით ჩვენ ნათესავთან. ეს არის ჩვენი სოფელი ეს მხარე მამათი სულ დათოვლილია. თითქოს შიდა გზების გაწმენდა დაიწყო ერთმა ტრაქტორმა, მაგრამ ვერ უდგება ჩვენ სახლს. ჩვენც ხა კიდე მეორჯერ გავათინე ჩვენ ნათესავთან. მაინც გვეშინია რომ სახლი ვერ გადავთვალე, იმიტომ რომ ყინულის კედელია გაკეთებული რა, ზევით სახურავზე და ვერავედი და მაგრამ სახლი დგას, რაც შეხება ჩვენ მე და დედაჩემი კარგად ვართ. ჩვენი ნათესაობა ვინც არის ჩვენთან ერთად. დათო კილაძე, ლევანი კილაძე, თამას კილაძე, მისი მეუღლე რუსიკო. ჩვენ კარგად ვართ. შეჯობთ აფერი არ გვიჭირს, უბრალოდ არის პრობლემა ის რომ არ არის წყალი, არ არის შუქი. ახლა ტელეფონს მაქსიმალურად ვფრთხილდები და გათიშული გვაქვს. უჩი რაღაც ინფორმაცია გავცილდა რომ სახე ჩამოინგრაო და ბავშვები დაშავდნო, მაგრამ მე გადავრეკე და იმ ოჯახში და არაფერი არ იყო. ერთადერთი აი რაც არის პრობლემა, ჩვენს ქვემოთ მეზობლები არიან პატარა ბავშვით, 3 პატარა ბავშვით უფრო სწორად, რომელსაც ჭირდებათ მაქსიმალურად დროულად გაყვანა. შეჯობთ ახლა საპანიკო არაფერი არ არის, მაგრამ არის რომ გზა არ არის რა. და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ახლა ერთმანეთს დაუდგეთ გვერდით. შუქი არ არის, პრობლემა ძალიან დიდი ეს უშუქობა, ჯეჯრობით საჭმელიც გვაქვს, გასათბობიც გვაქვს, მაგრამ ვერ გამოვდივართ სოფლიდან რა და თავი თუ ვინმე მოვა აქ, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ უკეთ ყოველას გასვლა გვინდა რა და გვინდა ის რომ რაღაცა მთავარი არ გათოვდეს. ჯეჯობით ველოდებით ვერავინ ვერ შემოდის, ტექნიკა ვერ შემოდის, ვერ მოძრაობს, ვერც მოხალისეები ვერ მოდიან და ვართ აი ამ თოლში ჩარჩენილი. გუში ღამე ცოტა ითოვა თურმე კიდე. დიდი არაფერი დაახლოებით 10 სანტიმეტრი არის დამატებული. მაგრამ რაც მთავარია ჯეჯობით ცოცხლები ვართ და კარგად ვართ. საპანიკო ჯეჯობით არაფერი არ გვაქვს, მაგრამ აი შუქიც პრობლემაა. შუქი რომ მოვიდეს კიდევ აი ტელეფონებს დავტაინდი და რაღაცა ინფორმაციას აინც მივაწვიდი ჩვენ ახლობლებს და რავი თუ ისაც შეგიძლიათ რომ აქ მოხვიდეთ არ რაღაცი დაგვეხმაროთ ძალიან კარგი იქნება. თუმცა პირველ რიგში მოხუცები და ბავშვები არიან ამ სოფლიდან გასაყვანები. მეც ახლა მაქსიმალურად ვფრთხილდები ტელეფონს, არ მინდა რომ რაღაც დამიჯდეს და უნდა გამორთო და მე დღის განმავლობაში კიდე ჩავწერ ვიდეოს. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კეთილი სურვილებისთვის და კარგ დღეს გისურვებთ. და იმედია მალე გამოვაღწევთ აქედან. ნახვამდის.